ელისაბედ შაინიძე 8 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ქართული მურთმევლების ყურება, ტანვარჯიში და ცეკვა. ცეკვას დავდიოდი 2 წელი და ტანვარჯიშიც დავდიოდი და დრო აღარ მრჩებოდა და გამოვედი ცეკვიდან. იმიტომ რომ როზე მქონდა და სკოლიდან მე კიდე სხვაგან დავდიოდი. ჩემი ცეკვის ანსამბლს ქვია მარეთი. გული დამწყდა რომ გამოვედი ცეკვიდან, მაგრამ აუცილებლად რომ გავიზრდები, ისევ შევალ ქართულ ცეკვებს. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება მურთმევლების ყურებაში, თამაში და გაკვეთილების სწავლაში. მარეთში მოვასწარი მთირულის ცეკვის სწავლა. ჩემი საყვარელი ილეთი არის ეს. ერთხელ მქონდა ბაკურიანში კონცერტი. ძალიან კარგად ვიცეკვეთ და დაგვაჯილდოვეს. სახლში მაქვს 2 სიგელი და 2 დიპლომი. მინდა რომ ცეკვავდე ძალიან კარგად და გამოვდიოდე დიდ სცენაზე. მე რომ კარგი მოცეკვავე ვიყო, ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი იაპონიაში. ადრე ვუყურებდი ანიმეებს და ამიტომ შემიყვარდა იაპონია. მე მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ტორტი ზეცაში. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი დედაზე. ასევე მიყვარს ტანვარჯიში. სამწუხაროდ ტანვარჯიშიდანაც გამოვედი დროის არ ქონის გამო. ტანვარჯიში ყველაზე რთული არის, როცა უნდა ჩამოეკიდო და უნდა გაჩერდე ძალიან ბევრი ხანი. ჩემი აზრით, დიდი რო გავიზრდებით, დავბრუნდებით ცეკვაზე, მაგრამ ტანვარჯისი არ. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მხიარული კლასელები მყავს და ძალიან კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის დემეტრე თებიძე. ყველაზე ცელქია ანდრია ბახტაძე. ყველაზე მშვიდია მარია მარჯავანიძე. ყველაზე ჭკვიანია ლაზარე თურმანიძე. მე ვარ ყველაზე კეთილი, მეგობრული, ჭკვიანი და ბრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია მაცაცო ნაფეტვარიძე, რადგან არის ძალიან თბილი, კარგად ხსნის გაკვეთილებს და ძალიან ბევრს გვიალერსება და ყოველთვის როცა რამე ტკივა, მაგალითად ჩვენ მშობლებს ურეკავს და წერს რომ ტკივა და უნდა მოაკითხოთ, მაგრამ აუცილებლად ძალიან კარგად გვემშვიდობება. რა გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ექიმობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მიყვარს ადამიანების დახმარება. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მასწავლებელი. ახლა მინდა ვიყო 15 წლის, რადგან დამოუკიდებლობა მიყვარს. რომ გავისეირნებ მარტო ჩემი მეგობრებთან ერთად და წავა სადმე. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, დაიკო და მამა. კიდევ მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი და არის 6 წლის და ქვია მარიამი. ის არის ძალიან ბრანჭია, კეთილი და ძალიან უყვარს თოჯინებით თამაში. ჩემი აზრით მარიამი რომ გაიზრდება, გამოვა დიზაინერი. მამიკო არის ძლიერი, ძალიან კეთილი და საქმიანი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ბრანჭია და ძალიან უყვარს საჭმელების კეთება. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ჰოთ-დოგები. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ბულიონი. სამოგზაურო წავიდოდი აფრიკაში, რადგან ძალიან მიყვარს ცხოველები. ჩემი საყვარელი ცხოველია ძაღლი. სახლში მყავს პატარა ძაღლი და ქვია ბობი, მაგრამ არავის არ ყვინს. გარეული ცხოველებიდან სახლში მინდა მყავდეს ვეფხვი. ჩემი ოცნების საშუქარი არის პლანშეტი. ყვავილებიდან გავარიას, რადგან ძალიან მიყვარს იასამნისფერი კაბების ჩაცმა. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ელისაბედი რომ არ მერქვას, რა სახელი მერქმეოდა. მე ელისაბედ დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ელისაბედი რო არ მერქვას, მერქმებოდა ნინი. ჩემ შვილებს დავარქმევ ნიკოს და ლილეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რა არის მისი ჰობი. მაგალითად, ჩემი ჰობია ქართული მურთმევლების ყურება. ქართული მურთმევლების ყურება შემოყვარა მამამ. სულ ვუყურებდით ბავშვობაში. ჩემი საყვარელი მურთმევლია ბალერინა. მე სიამოვნებით ვიქნებოდი წითელკუდა, მაგრამ მგელმა არ უნდა შემჭამოს. ბედნიერება არის, როცა კარგი მეგობრები გყავს, კარგი მშობლები, რასაც ეთქვი ყველაფერს რო გისრულებენ და კარგი ოჯახი რო გყავს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.